რა არის ზოგადად ეს მეთოდი და რატომ გახდა საჭირო მისი დანერგვა რეპროდუქციულ მედიცინაში? ბიოლოგიური საათის ზეგავლენაა ის, რასაც მე ჩვენ მიკროსკოპში უყურებთ უხარისხო ემბრიონის სახით. ძალიან ახალგაზრდა 38 და 39, 40 წელიც თუნდაც. ემბრიოლოგიური შეფასება არის ნომერი პირველი და ეს არის ის განსაზღვრელი ემბრიონის სწორად არჩევისათვის, სანამ გადავიტანთ საშუალო ნუსხურში. როგორ ცვლის და ცვლის თუ არა რეალურად ტესტირება შემდგომ კურნალობის ტაქტიკას. წინასწარ ავარჩიოთ ემბრიონი, რომელიც არ იქნება მტარებელი ამ ოჯახური გენეტიკური პათოლოგიების. თუ ემბრიოლოგი არ არის გაწაფული და მას ყველა ეტაპები არ აქვს გავლილი სრულფასოვნად. მაღალსარწმუნოდ მიღებული პასუხების საწინდარია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ეს იყო შედეგები. გამოკვლეული ერთი მაღალი ხარისხის ემბრიონის გადატანა. პრეიმპლანტაციური ტესტირება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ორსულობა მივიღოთ სადღაც 60-70%-ში. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ მეთოდიკის საშუალებით შეგვიძლია საუკეთესო ემბრიონის არჩევა, რაც გაზრდის გარკვეული ტიპის პაციენტებში ორსულობის პროცენტს და შეამცირებს სპონტანური აბორტების რიცხვს. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ კვლავ მომეცა საშუალება ერთად ვისაუბროთ. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ინვიტრო განაყოფიერების შედეგად მივიღეთ ორი ემბრიონი. ემბრიოლოგი აფასებს, რომ ორივე ემბრიონი იდეალურია. ერთმა მოგცა ორსულობა, მეორემ არა. არის რაიმე შესაძლებლობა, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რომელი ემბრიონი მიემაგრება და რომელი არა, რომელი გვაძლევს ორსულობას და რომელი არა? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულება, როგორიც არის ემბრიონის პრეიმპლანტაციური ტესტირება. როგორი გარანტიები აქვს მას? აქვს თუ არა შეზღუდვები? და საერთოდ ზოგადად, სად მთავრდება მედიცინა ამ მიმართულებით და სად იწყება სადისკუსიო თემა? სწორედ აი ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ დღეს ჩვენ და დაგანახოთ და გავშალოთ ეს თემა, როგორც ემბრიოლოგის, ასევე რეპროდუქტოლოგის გადმოსახედიდან. დღეს ჩემი სტუმარია კლინიკა ლიდერმედის რეპროდუქტოლოგი ქეთი ქანთარია და ემბრიოლოგი ლალიკო ხარაბაძე. მოდი, ქეთი, შენგან დავიწყოთ. დამეთანხმები, რომ ეს მიმართულება, როგორც არის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან სერიოზული მიმართულებაა, განვითარებადი, მაგრამ ამავე დროს ძალიან სადისკუსიო. ხო? და ვთანხმდებით იმაშიც, რომ როგორც ევროპული, ასევე ამერიკული რეპროდუქციული ასოციაციები გარკვეულ განსხვავებულ აქცენტებს სვავენ ამ მიმართულებით. მოდით ვისაუბროთ, რა არის ზოგადად ეს მეთოდი და რატომ გახდა საჭირო მისი დანერგვა რეპროდუქციულ მედიცინაში. მოგესალმებით. მიხარია, რომ დღეს ეს შესაძლებლობა მაქვს, რომ თქვენთან ერთად, კაპიტანი ნატალია და ჩვენს ემბრიოლოგთან ერთად განვიხილოთ ესოდან მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, მიღწევა ნამდვილად რეპროდუქციულ მედიცინასა და გენეტიკაში. უკვე დღესდღეობით ამ ორი მიმართულების დაყოფა ალბათ უკვე შეუძლებელია. ძალიან აქტუალურია დღეისათვის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა, რომ ჩატარდეს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა, კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით და შემდგომ მიღებული ემბრიონიდან სპეციალური მეთოდიკით ბიოფსიის საშუალებით უჯრედის მიღება და ამ უჯრედის გაგზავნა გენეტიკურ ლაბორატორიაში შემდგომი ტესტირებისთვის. რას ნიშნავს ტესტირება? ნიშნავს მთელი 46 ქრომოსომის გაშიფრვას და მიღებას ინფორმაციის რამე ხომ არ არის, როგორც რაოდენობრივი, ასევე სტრუქტურულ დონეზე ქრომოსომის პათოლოგია, რაც მერე შემდგომში შესაძლოა გახდეს ან ინვიტრო განაყოფიერების წარუმატებლობის მიზეზი, ან შეწყვეტილი ორსულობების მიზეზი. დრო მოიტანა ნამდვილად და საჭიროებაც ზუსტად ამითია გამოწვეული, რომ ადრე მხოლოდ მორფოლოგიურად შეფასებული ემბრიონის გადატანა ხდებოდა, დღეს ეს დამატებით კიდევ ერთ სკრინინგულ საშუალებას წარმოადგენს, რომ მაქსიმალურად იმ მიღებული ემბრიონებიდან შევარჩიოთ საუკეთესო და გადავიტანოთ საშუალო ნუსხურში. დამეთანხმებით მეგობრებო, რომ ეს ესეა, როდესაც ჩვენ პაციენტთან ვახსენებთ პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას, პაციენტი ყოველთვის ფიქრობს, რომ ეს არის ემბრიონის გენეტიკური ანალიზი, ხო? მაგრამ იმის წინ
რამხელა პროცესია გასავლელი, ხო? ჯერ უნდა მივიღოთ ემბრიონი, ბიოლოგიური უჯრედისგან, მოვახდინოთ განაყოფიერება, შემდეგ ემბრიონი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა პრეიმპლანტაციურ ტესტირებამდე არის ბიოპსია, ხო, ემბრიონის. რამდენად აზიანებს ბიოპსია ზოგადად უჯრედს? აზიანებს თუ არა საერთოდ? ჩვენ ვიცით, ქეთი, რომ პაციენტები ძალიან ხშირად გვისვამენ ამ საკითხს. ყოველდღიურად გვისვამენ, კი ბატონო. მიხარია რომ ჩემ გუნდთან ერთად ვარ წარმოდგენილი ამ ძალიან საინტერესო დისკუსიაზე და დისკუსიაზე. პლუს საკმაოდ ტრენდულზე რეპროდუქციულ მედიცინაში. მართლაც რომ PGT-A ბიოპსიის ტექნიკა თვითონ საკმაოდ კომპლექსური არის, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იქამდე მიიყვანო ემბრიონი დასაწყისიდან როგორ არის, ხო? ჩვენ X მანიპულაციით ვახდენთ განაყოფიერებას კვერცხუჯრედის და სპერმის, შემდგომ უკვე ვიღებთ 3 დღიან ემბრიონს, შემდეგ მას ვაკვირდებით 24/7-ზე და შემდგომ უკვე ბიოპსიის მომენტი დგება, როდესაც თვითონ უკვე ემბრიონმა უნდა მოგცეს საშუალება, რომ მისგან ნაწილი, მცირე ნაწილი, სულ რაღაც 5-4 ტექნიკურ მხარეს ოდნავ შევეხები, 5-4 უჯრედი არის საკმარისი იმისთვის, რომ ბიოპტირებულ იქნას ბლასტოცისტიდან მე-5 ან მე-6 დღის განვითარების ემბრიონიდან და შემდეგ უკვე გაიგზავნოს გენეტიკურ ლაბორატორიაში. რატომ არის კომპლექსური და რთული, ეს მანამ-სანამ ჯერ კარგი ხარისხის ემბრიონს მივიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ გაწაფული უნდა იყო 21 საუკუნეში იმდენად უკვე დაიხვეწა ტექნოლოგიები და აპარატურა, რომ თუ ადრე გამოიყენებოდა სხვადასხვა ისეთი დამაზიანებელი ტექნიკა, დღეს უკვე აპარატი იძლევა ამის საშუალებას და გვიმარტივებს ჩვენ თვითონ ტექნიკურად ამ პროცესს, მაგრამ შესაძლოა მივიღოთ ისეთი ემბრიონი, რომელსაც არ ქონდეს უჯრედის გამოყოფის პოტენციალი. თუ თვითონ ოპერატორი არ არის გაწაფული, დიდი გამოცდილების მქონე გენეტიკური ლაბორატორიაც ხელს უნდა გიწყობდეს და ამას მერე ჩვენ გავშლით ყველაფერს. ანუ ემბრიოლოგის კვალიფიციურობას, კომპეტენციას, გამოცდილებას და სწორად შესრულებული ბიოპსია არსებობს და არსებობს არასწორად შესრულებული ბიოპსია. ანუ რას ვიღებთ ჩვენ ემბრიონის ზიანდება არასწორად შესრულების დროს? თითეული არასწორი მანიპულაცია საუკეთესო შერჩეულ საბიოპსირე ემბრიონზეც კი იწვევს ზიანს. დამეტყველად არ მიხსენებია, რომ 50% ეს არის რეპროდუქტოლოგზე დამოკიდებული და 50 კლინიკურ ემბრიოლოგზე, რომ მან ყველა ის საფეხური დაიცვას იმისთვის, რომ არ დააზიანოს ემბრიონი. თუ კვალიფიციური არის კლინიკური ემბრიოლოგი და მას დიდი გამოცდილება აქვს უკვე როგორც კლინიცისტის სტატუსში, ბიოპსია მისთვის იმდენად დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს, იმიტომ რომ ის უკვე გაწაფულია და პლუს აღჭურვილიც თუ არის მაღალ ტექნოლოგიურად მისი ლაბორატორია, აქ უკვე 1-დან 2%-მდე რომ ემბრიოლოგის მიერ მიყენებული ზიანით ვერ მოხერხდეს რაიმე და რაიმე დაუშავდეს ბლასტოცის ტექნიკურად ვამბობ. 2012-13 წლებშიც მჟავას ხმარობდნენ და იყენებდნენ ემბრიონიდან აი ამ უჯრედის ჩამოსაცდელად. დღეს კიდევ ძალიან გაამარტივა ყველაფერი ლაზერის გამოჩენამ მსოფლიო ბაზარს. მე ნამდვილად მაქვს ფუფუნება, რომ უკვე ლაზერზე შემესწავლა ეს არაჩვეულებრივი ტექნიკა. ჩვენ ვაკეთებთ ყველა შემთხვევაში ბიოპსიას ყველა ემბრიონზე, თუ ვარჩევთ ემბრიონს? ყველა ემბრიონი არ ექვემდებარება ბიოპსიას, იმიტომ რომ გარკვეული კრიტერიუმები ზოგადად აღიარებული არსებობს და ამას უნდა შეესაბამებოდეს ეს მე-6 დღის განვითარების ბლასტოცისტი. ყველა ემბრიონი ვერ გადის ამ პროცესს და ჩვენ უკვე პაციენტს ვეუბნებით, რომ ანუ ხარისხი არ არის ისეთი, რომ გაუძლოს მან ზედმეტ დატვირთვას, ხო? დიახ, აბსოლუტურად, ან არ მივიდა იმ განვითარების სტადიამდე. ეს არის კონსულტირების მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც ჩვენ თავაზობთ და ვსახავთ გეგმას პირველი, რასაც ვეუბნებით, რომ არის სკრინინგული ტესტი, რომ ეს არ არის რუტინული გამოყენების და არ სჭირდება ეს ყველა პაციენტს და ზუსტად ექიმის გამოცდილებაზე არის ეს დაფუძნებული, რომ სწორად გამოყოს პაციენტების ის ჯგუფი, ვისაც სჭირდება ეს დამატებითი კვლევა. და მესამე და რასაც ვსაუბრობდით, აუცილებლად ვეუბნებით პაციენტს, რომ კი, ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ
გავუკეთებთ ემბრიონს გენეტიკურ ტესტირებას, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით ემბრიოლოგიიდან მოწოდებულ ინფორმაციას ემბრიონების რაოდენობის და ხარისხის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემბრიონი, რომელიც თავისი მორფოლოგიური შეფასებით და მეთანხმებით ისედაც არ არის მაღალი ხარისხის, მათზე კიდე დამატებითი მანიპულაციების ჩატარება არ არის რეკომენდებული და ამის შესახებ ყოველთვის წინასწარ ინფორმირებული არის პაციენტი. თვითონ ტექნოლოგიურად ბიოპსია არ არის საფრთხის შემცველი მაღალი ხარისხის ემბრიონისთვის. ემბრიონიდან ვიღებთ 4-5 უჯრედს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბიოპტატი გაიგზავნოს სეკვენირებაზე და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ იმდენად მაღალტექნოლოგიური და დახვეწილი ტექნიკები არსებობს და თუ მით უფრო გაწაფული არის კლინიკური ემბრიოლოგი, რომ არ წარმოადგენს საფრთხეს ემბრიონისთვის. ანუ კეთი, ჩვენ წინასწარაც ვიცით ხოლმე, ხო, როდესაც ჩვენ ექიმები ვართ, მაინც როცა ვსწავლობთ პაციენტის სამედიცინო ისტორიას, ვავსებთ ისტორიას, უამრავ კითხვას უსმევთ უნაყოფობასთან დაკავშირებით და იქ არის რაღაცა ფაქტორები, რომლის საფუძველზე ჩვენ ველოდებით მივიღებთ დამაკმაყოფილებელი ემბრიონს, აქ შესაძლებელი გახდება თუ არა, თუნდაც ბიოპსიის და შემდეგ ტესტირების ჩატარება, თუ არა, ხო? და ეს პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმის ახსნა რეალურად, ხო? ჩვენ როგორ მივდივართ ამ ტესტირებამდე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მოკლედ ვიტყვი იმ 5 ჯგუფს, რომელ შემთხვევაშიც გაცილებით უფრო ესე ვართ წინასწარ, ასე ვთქვათ, მობილიზებულები ჩვენც და ემბრიოლოგებიც. და უფრო თამამად პირველ რიგში ეს არის ქალბატონების შედარებით მაღალი ასაკის 38-40 პლუსი, რომლის დროსაც ისედაც ბიოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე ფუჭდება კვერცხუძრედის ხარისხი, შესაბამისად მცირდება ფერტილიზაციის, ანუ განაყოფიერების უნარი და ხარისხიან ემბრიონამდე მისვლის ალბათობაც მცირდება. აქ რა თქმა უნდა, ესეც აუხსნათ მაინც ჩვენს მაყურებლებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ძალიან ახალგაზრდა 38 და 39, 40 წელიც თუნდაც, მაგრამ რეპროდუქცია ეს უკვე ასაკია და ამ ასაკში ბიოლოგიური საათი თავის ეშვება, ხო? კი, და ეს ზუსტად ეს ბიოლოგიური საათის ზეგავლენაა, ის რასაც მე ჩვენ მიკროსკოპში უყურებთ უხარისხო ემბრიონის სახით, ან გენეტიკურად არასრულფასოვანი ემბრიონის სახით. კი, ნამდვილად 35 წლის ასაკის ზემოთ მაქსიმალურად ჩქარდება ეს რეპროდუქციული დაბერების პროცესი და ყველა ქალბატონს არაერთხელ გვითქვამს ეს, ყოველთვის ვთხოვთ, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა რეგულარული ციკლი აქვს თუ არა რაიმე ჩივილი მენსტრუაციასთან დაკავშირებული, არ დაელოდოს მაინც და მაინც უნაყოფობის დიაგნოზი და რაც შეიძლება დროულად შეაფასოს თავისი რეპროდუქციული პოტენციალი. მეორე ჯგუფი ეს არის პაციენტების, სადაც ხელოვნური განაყოფიერება ტარდება ძალიან მძიმე ხარისხის სპერმატოზოიდებით. ზოგჯერ ოპერაციული გზით მიღებული სპერმატოზოიდებით და ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით პრაქტიკაში ისეთ მამაკაცებს, სადაც უბრალოდ თავისით ბუნებრივი ეკულაციით ვერ ხდება სპერმის გამოყოფა და მოდენიმე ცალი სპერმატოზოიდის აღება გვიწევს რამდენიმე წუთიანი ოპერაციული ჩარევის შედეგად და ამ გზით მიღებული რისკი არსებობს, რომ დიახ შეფერხდეს ემბრიონის განვითარება, ან მეორე რაზეც ვთქვით, განვითარდეს, მიაღწიოს მეხუთე მეექვსე დღეს, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე ვერ მოხდეს მასალის აღება. მესამე ჯგუფი პაციენტების არის ზუსტად წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერების მქონე პაციენტები. აქ ცოტა დისკუტაბელურია ამ პაციენტებში აუმჯობესებს თუ არა საბოლოო გამოსავალს პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება. განვმარტავ ეს არის პაციენტები, რომელთაც თითქოს ყველაფერი კარგად აქვთ, არაერთხელ მიიღეს ხარისხიანი მორფოლოგიურად ჯანმრთელი ემბრიონი, მოხდა 2-ჯერ, 3-ჯერ ემბრიო ტრანსფერი, კარგად მომზადებულ საშუალო ზღურში, მაგრამ არც ერთხელ არ დადგა ორსულობა. კლინიკურმა პრაქტიკამ აჩვენა ეს, რომ თუ არასდროს ქონიათ მათ გენეტიკურად ტესტირებული ემბრიონები, მაინც რეკომენდებულია, რომ ჩატარდეს, იმიტომ რომ ზუსტად თუნდაც ახალგაზრდა პაციენტებში ნორმალური სპერმის, ნორმალური ფოლიკულური მარაგის შემთხვევაში ზუსტად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ დიახ, ისინი მშვენივრად
მაგივრად ჩამოიყალიბებენ კარგი ხარისხის ემბრიონებს, მაგრამ იმის მაგივრად რომ თქვათ 35-50%-ში მივიღოთ ეუპლოიდური, ანუ კარგი ხარისხის ემბრიონები, აღმოჩნდება რომ 90% ანეუპლოიდურია. ეს ნიშნავს, რომ იქ ქრომოსომის დონეზე რაღაც ხდება, რის გამოც ისედაც არა მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებით, არამედ ბუნებრივი განაყოფიერებითაც ვერ აღწევდნენ ესენი ორსულობას, ანუ შეწყვეტილი ორსულობების მქონე პაციენტები არის ის შემდეგი ჯგუფი, როდესაც პირიქით დგება ორსულობა, კლინიკურად დადასტურებული ორსულობა, ანუ ნამდვილად ეხოსკოპიურად შეფასდა და დაფიქსირდა საშუალო ზღვრში სანაყოფე პარგი, მაგრამ არ მიდის ბოლომდე. იცით, ამ წყვილს, ასეთი ტიპის წყვილებს ჩვენ კლინიკური კონსულტირების დროს აუცილებლად ვეუბნებით, რომ ახალგაზრდა ასაკის შემთხვევაში ინვიტრო განაყოფიერების გარეშეც კარგი სპერმის, მოწესრიგებული ჰორმონული პროფილის, კარგად მომზადებული საშუალოსნოს შემთხვევაში მაინც აქვთ შანსი იმისა, რომ ინვიტრო ტექნოლოგიის გარეშე და ემბრიონების ბიოპსიის გარეშე მაინც მიაღწიონ ცოცხალ შობადობას საკმაოდ მაღალ პროცენტში, 75%-ში. ეს უნდა ვუთხრათ ყოველთვის ახალგაზრდა წყვილებს, იმიტომ რომ მათთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, როდესაც თითქოს გონია რომ მარტივად იღებს ორსულობას და ასეც არის, მაგრამ არ მიდის ორსულობა ბოლომდე. უბრალოდ ჩვენ სწორად უნდა ჩავერთოთ აქ და ვუთხრათ, რომ ამ შემთხვევაში ინვიტრო განაყოფიერება პლუს დამატებით ემბრიონების გენეტიკური ტესტირებით უმოკლებს დროს ცოცხალ შობადობას. ჩვენ ამითი თავიდან ვაცდენთ შემდგომ დანაკარგებს, ანუ ორსულობის შეწყვეტით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ თუ მორალურ სტრესს და ვუმოკლებთ დროს ორსულობამდე. მაგრამ აუცილებლად ვიწყებთ იმითი, რომ თქვენ მაინც გაქვთ შანსი მიიღოთ ორსულობა ბუნებრივი განაყოფიერებით. ბოლო ჯგუფი, რომელთანაც ასევე განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო, ეს არის უშუალოდ უკვე ოჯახები, წყვილები დადასტურებული გენეტიკური პათოლოგიებით. ორივესთან, ან ქალთან, ან მამაკაცთან. მოდის და გეუბნება, რომ უკვე ოჯახში მის პირველი რიგის სისხლით ნათესავს ოჯახურად აქვთ რაიმე გენეტიკური პათოლოგია, აქ უკვე ინვიტრო განაყოფიერება და ემბრიონების ტესტირება იძლევა იმის საშუალებას, რომ უკვე არა მხოლოდ გავტესტოთ მთლიანად და შევაფასოთ 46 ქრომოსომა, არამედ დიაგნოსტიკა მოვახდინოთ, ანუ PGD ტექნოლოგიას ჩავრთოთ, რაზეც ალბათ მოგვიანებით გვექნება საუბარი, რომ წინასწარ ავარჩიოთ ემბრიონი, რომელიც არ იქნება მტარებელი ამ ოჯახური გენეტიკური პათოლოგიების და ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრი გვაქვს. როგორ ცვლის და ცვლის თუ არა რეალურად ტესტირება შემდგომ კურნალობის ტაქტიკას? ტესტირების მიზანს წარმოადგენს ჩვენ წინასწარ ემბრიონის გადატანამდე საშუალო ზღვრში მოვახდინოთ მთელი 46 ქრომოსომის გაშიფრა და როგორც რაოდენობრივი, ასევე რიგ შემთხვევაში სტრუქტურული პრობლემების აღმოჩენა. ეს ტექნოლოგია თუ არ იარსებებდა, ჩვენ ვერ გავცემდით იმ შეკითხვას პასუხს, თუ რატომ არ ემაგრება ყველა ძალიან კარგი ხარისხის ემბრიონი კარგად მომზადებულ საშუალოსნოს შიდა გარს, ანუ ენდომეტრიუმს. ანუ ამ ტექნოლოგიამ მოგცა ზუსტად ის შესაძლებლობა და ამის შემდგომ გახდა ნათელი, რომ ნორმალურ შემთხვევაშიც, ახალგაზრდა წყვილის შემთხვევაშიც ბუნებრივია ეს, რომ ყველა ემბრიონი არ არის ეუპლოიდური, შესაბამისად არ არის მიმაგრების უნარიანი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანეუპლოიდური, ანუ ქრომოსომული პრობლემების მქონე ემბრიონებიც მშვენივრად ემაგრებიან საშუალოსნოს და უბრალოდ ამას მერე ჩვენ ორსულობის დროს აღმოვაჩენთ ხოლმე სხვადასხვა პრენატალური ტესტებით, ან სამწუხაროდ, როდესაც უკვე მოხდება ორსულობის შეწყვეტა და წყვილი წყვილთან ხდება აი ამ მასალის მიღებული აბორტული მასალის შეფასება, ზუსტად იქ აღმოჩნდება ხოლმე, რომ თურმე ქრომოსომული პათოლოგიის მტარებელი იყო ეს ემბრიონი. და რამხელა სტრესს აგაცილებდა ეს, რომ განგესაზღვრა წინასწარ. და შეკითხვა, რას ცვლის ეს პაციენტისთვის? აუცილებლად ეს ძალიან უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ეს არ არის რუტინული ტესტი. სწორად მიწოდებული ინფორმაცია
საჭიროების შესახებ არის უმნიშვნელოვანესი, რას ცulis ეს პაციენტისთვის, ცალსახად კვლევებით არის დადასტურებული და ჩვენი კლინიკური პრაქტიკაც აჩვენებს ამას, რომ ამცირებს დროს სასურველ ორსულობამდე და ამცირებს შეწყვეტილი ორსულობების ალბათობას. მარტივად რომ ვთქვათ, მაქვს 5 კარგი ემბრიონი, ადრე გენეტიკური ტესტირების გარეშე თუ კი დავიწყებდი მათ გადატანას, თქვათ, გადავიტანე 1, არ დადგა ორსულობა, სტრესში ვართ ექიმიც, პაციენტიც, შევცვალეთ მომზადების ტაქტიკა, გადავიტანეთ მეორეჯერ სხვანაირად მოვამზადეთ საშულოსნო და ამისი 1000 დამხმარე ტექნოლოგიები არსებობს, რომ სხვა გზით მოვამზადოთ საშულოსნო, მაინც არ დადგა ორსულობა. და აი მესამე ემბრიონი გადავიტანეთ და დადგა ორსულობა. ანუ ჩვენ დღეს ეს ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის 2, რომელმაც წინა შემთხვევაში არ მომცა ორსულობა, დიდი ალბათობით ალბათ იყო ანეუპლოიდური, ანუ ქრომოსომულად არ იყო სრულფასოვანი, რის გამოც გადატანის შემთხვევაში დიდი ალბათობით არ დგებოდა ორსულობა, დღეს პირდაპირ უპირატესობას მე და ემბრიოლოგი მივანიჭებთ კონკრეტულად ტესტირებულ ემბრიონს და ამითი თავიდან ავაცდენთ პაციენტს ფუჭი გადატანა არ მიყვარს ხოლმე ამის თქმა, ანუ არა, იმიტომ რომ ეს მოლოდინის პროცესი მე მესმის და აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის რას ნიშნავს, როდესაც ტრანსფერიდან 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი ელოდება პასუხს. ამას ნამდვილად ვაცდენთ და შესაბამისად ვამცირებთ შეწყვეტილი ორსულობების ალბათობას. აი მივადგეთ ზუსტად იმ საკითხს, რაც ეხება ემბრიონის მორფოლოგიას და პრეიმპლანტაციურ ტესტირებას. ყოველდღიურად თქვენ უყურებთ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, როგორ ვითარდება ემბრიონი, როგორია მისი მორფოლოგიური ხარისხი, ანუ განვითარების ეტაპები, ხო? ძალიან საინტერესოა, როდესაც იღებთ ემბრიონს და აფასებთ, რომ ეს ემბრიონი იდეალურია მორფოლოგიურად. აი, არის თუ არა საჭირო შემდეგ ტესტირებაზე იფიქროს ჯერ ექიმმა პაციენტთან ერთად და მე ამას როგორ უშვებს ემბრიოლოგი და რამდენად თვლით საჭიროს, რომ თუ კი თქვენ გაქვთ იდეალური მორფოლოგიური ემბრიონი, არის თუ არა საჭირო მას ჩაუტაროთ პრეიმპლანტაციური ტესტირება. მორფოლოგიურად კარგი ემბრიონი რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ კეთი მაგნიშნა კიდევაც, რომ ემბრიონში ყველა პროცესი სწორად არის დღიდან განაყოფიერებისა ბოლომდე. 24/7-ზე დაკვირვების ფონზე, რა თქმა უნდა, მე იმ კრიტერიუმებით და იმ ახასიათებლებით შემიძლია დაყოფა ემბრიონების და კატეგორიების მინიჭება, რასაკვირველია და ხშირად ვახარებთ ხოლმე პაციენტებს, რომ აი თქვენი ძალიან სიმეტრიული უჯრედები, ძალიან მაღალი ხარისხის ემბრიონი, მაგრამ კვლავ მივდივართ იმასთან, რომ თვითონ შიგნით ემბრიონის სტრუქტურა ჩვენთვის უცნობი არის. მისი ქრომოსომული აგებულება, აბსოლუტურად ეს თანხვედრაში არ არის მორფოლოგიასთან. რასაკვირველია, ბიოპსიის ჩატარებამდე მორფოლოგიურად კარგმა ემბრიონმა უნდა მიგიყვანოს და საშუალება უნდა მოგეცეს ამისი, მაგრამ მორფოლოგიურად, ანუ ვიზუალური მახასიათებლებით გამართულმა და კარგმა ემბრიონმა შესაძლოა მოგცეს არა დამაკმაყოფილებელი პასუხი, როდესაც კვლევაზე ვაგზავნით ემბრიონებს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საშუალო ხარისხის ემბრიონი ეუპლოიდური აღმოჩნდება? დიახ, ნამდვილად ხშირად არის ეს. რა თქმა უნდა, ემბრიოლოგიური შეფასება არის ნომერი პირველი და ეს არის ის განსაზღვრელი ემბრიონის სწორად არჩევისათვის, სანამ გადავიტანთ საშუალო ზღვრში, მაგრამ არ არის ეს ყოველთვის კორელაციაში გენეტიკურ სკრინინგის დასკვნასთან. უამრავი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ზუსტადაც ყველაზე საუკეთესო ეგრეთ წოდებული ტოპ ხარისხის ემბრიონს მოგდის პასუხი, რომ არის გარკვეული ქრომოსომული დარღვევა, ცვლილება და შედარებით დაბალი ხარისხის ემბრიონზე, რომელმაც მშვენივრად გაუძლო როგორც გაყინვის, ასევე გამულღობის პროცესი და მოქცა ორსულობა, მოდის პასუხი, რომ ის არის აბსოლუტურად კარგი. პრაქტიკულად შავი ყუთია და ერთმა უკუგამომრიცხავი მომენტები ბევრი არის თვითონ ემბრიოლოგიაში. რატო? იმიტომ რომ ეს ქრომოსომები მათ ხომ ისედაც თვით რევერსია, თვით გამორჩევა, თვით გადარჩენაც ახასიათებს ამ უჯრედებს და ეს სულაც არ არის რაღაცა კაზუისტიკური და ფანტასტიკის სფერო. ასე ქვია ნამდვილად self correction reaction self correction. ანუ თვითონ თავადვე დაუშვათ აი ის
ცუდი ხარისხი ოქეთი რო ახსენე, ხო, დამეთანხმები. დაბალი ხარისხის ემბრიონსაც აქვს პოტენციალი, რომ თვითონ გამოსწორდეს და გამოისწოროს ქრომოსომული პროფილი და უცებ გვევლინება ორსულობა და რამდენჯერ ყოფილა ეს ცოტა გადახვევას გავაკეთებ 4AA ხარისხის ბლასტოცისტით არ დადგა ორსულობა და ქალბატონთან მეორე ტრანსფერზე 4BB. რატომ? და უყურებთ ერთმანეთს ხოლმე და ნუ რასაკვირველია გვიხარია, მაგრამ აი ეს მექანიზმი ცოტა ამოუხსნელია რა. კიდევ ერთი საკითხი ისევ ბიოპსიასთან და ისევ გენეტიკურ ლაბორატორიასთან დაკავშირებით ქეთი. რამდენად აქვს მნიშვნელობა აი ამ ემბრიოლოგიური ლაბორატორიის და გენეტიკური ლაბორატორიის მრავალმხრივ და ძალიან დიდხნიან გამოცდილებას ერთად მუშაობისას, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები, ამას დიდი გამოცდილება ჭირდება, ერთად შეთამაშება ჭირდება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ექსკლუზიური ვარიანტების დროს, ხო, როდესაც გვაქვს გაურკვეველი დიაგნოზი, ან როდესაც რაღაც ბოლომდე არ აკმაყოფილებს თუნდაც ლაბორატორიას პასუხი და მე მიდის ერთად მსჯელობა და ჩვენ რამდენჯერ ვქონია ესეთი მსჯელობა, ხო, ეს ძალიან საინტერესო მიმანიშნებელია, კი. წაღან ზუსტად მინდოდა დამემატებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობდით, აი რამდენად ზიანდება, რამდენად კარგად აკეთებს ემბრიოლოგი. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ გარდა იმისა, რომ ინვიტრო კლინიკების ემბრიოლოგიურ ლაბორატორიებში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, ანუ აუდიტის და გარე, ასე ვთქვათ, ხარისხის კონტროლი, ემბრიოლოგიური ლაბორატორიის კიდევ ერთ დამატებით კონტროლს წარმოადგენს ზუსტად ის მაღალკვალიფიციური გენეტიკური ლაბორატორია, სადაც მათი ემბრიონებიდან აღებული მასალა იგზავნება. რას ნიშნავს ეს? თუ ემბრიოლოგის კვალიფიკაცია და დამეთანხმება ჩვენი ემბრიოლოგი არ არის მაღალი, თუ ის მასალის აღება, უჯრედის მოთავსება, ფიქსირება და ტრანსპორტირების პროცესის ყველა ეტაპი არ არის იდეალურად დაცული, მაშინვე დაგვიკავშირდება გენეტიკური ლაბორატორია და გვეტყვის, რომ იცით თქვენს მასალაზე ვერ ხდება ამპლიფიკაციის ჩატარება, ანუ ის ტექნოლოგია, რითიც ხდება შეფასება ემბრიონის გენეტიკურ დონეზე და გადახედეთ, გაიარეთ, რაღაც ხომ არ არის ტექნიკურად ხარვეზი. ანუ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა გენეტიკური ლაბორატორიის მხრიდან ვიმყოფებით გამადიდებელი შუშის ქვეშ. არსებობს რაღაცა დაშვებული ცდომილება და ეს ამას ყოველთვის ვეუბნებით პაციენტს, რომ ეს არ არის არც ერთი გენეტიკური ტესტი ჯერჯერობით დედამიწაზე არ არის 100%-იანი და ის მცირედი 1.5%-იანი დიაგნოსტიკური ცდომილება ყველა ტესტისთვის თანმდევია, მაგრამ ეს ის დასაშვები ცდომილება, რაც შესაძლოა არ იყოს განგაშის მიზეზი. ასე რომ თითოეული უჯრედი, თითოეული ემბრიონიდან მიღებული უჯრედის ხარისხი მოწმდება გენეტიკური ლაბორატორიის მხრიდანაც და აი ეს უმნიშვნელოვანესი კავშირი და მუდმივი კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეიძლება ზრდის შედეგს, იმიტომ რომ ხარისხიანი და მაღალ სარწმუნოდ მიღებული პასუხების საწინდარია. იმიტომ რომ მე შეიძლება ტექნიკურად ჩვენი ლაბორატორია იდეალურად აკეთებდეს ბიოპსიას, მასალას ათავსებდეს მშვენივრად სპეციალურ სინჯარაში, მაგრამ არ იყოს კორელაციაში იმ გენეტიკური ლაბორატორიის მოთხოვნასთან, თუნდაც ის ლაბორატორია იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ვერ შედგეს. დამეთანხმე რომ არის ძალიან მკაცრი, ძალიან იშვიათად იცვლება ის პროტოკოლები, რითიც ჩვენ ვხემძღვანელობთ. ერთი გადახვევა და უკვე გენეტიკურმა ლაბორატორიამ, იქ მომუშავე გუნდმა იცის, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ჩვენის მხრივ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია. და თვითონ ტექნოლოგიამ წეგან ვახსენე, რომ თავდაპირველად როცა სანტიაგო მიუნეს ჯგუფმა დაიწყო ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა, სულ 3 ქრომოსომის იდენტიფიცირება ხდებოდა ჰიბრიდიზაციის მეთოდით 21, 18, 13 და დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს გავშიფროთ 46 და აქ არ გაჩერებულა, ხო? ეს ტექნოლოგია, იმიტომ რომ არსებობს ისეთი სტრუქტურული ბალანსირებული გადანაცვლებები ქრომოსომების მარტივენაზე რომ ვთქვათ, რომლის დაჭერაც აი ამ პირველადი ტესტირებით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირებით არ არის შესაძლებელი და თუ კი
არსებობს ეჭვი რომ წყვილთან ან უკვე დიაგნოსტირებულია, გავლილი აქვთ გენეტიკური ტესტირება და არის რომელიმე პარტნიორთან ეს ბალანსირებული ტრანსლოკაციები უკვე ამისი ამ მიმართულებითაც შეიძლება ხო კვლევის გაღრმავება და შემოდის სხვა დამატებითი ტესტი, რასაც ქვია PGT-SR ეგრეთ წოდებული, ანუ სტრუქტურული segmental rearrangement, ანუ გადანაცვლება, სეგმენტური გადანაცვლება აუხსნი, ხო, ორი სიტყვით, გადანაცვლებული არის ესა თუ ის სეგმენტები, ნაწილები ქრომოსომების, რაც SR წარმოქმნის. არის M-ი ეს ისეთი რღვევა რევოლუციური პრეიმპლანტაციურ დიაგნოსტიკაში, ხო, M-იც და M-ი ანუ მონოგენურ დაავადებაზე დიახ. ნამდვილად ზრდის ორსულობის შანსი. თუ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა პაციენტთა ჯგუფთანა გვაქვს საქმე, ვისთან მუშაობთ. დიახ, აი ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველად, როდესაც შემოვიდა გენეტიკური ტესტირება, გაუკეთდა ყველა პაციენტს ნებისმიერი ჩვენებით იკეთებდა პაციენტი ინვიტრო განაყოფიერებას მამაკაცის ფაქტორით, დახურული მილების და გაუვალი მილების გამო თუ საკვარცხის დისფუნქციის გამო ყველას ერთნაირად უკეთდებოდა ეს ტესტირება და პირველ ეტაპზე არ გაუმჯობესა, პირველადი შედეგები არ იყო, ასე ვთქვათ, ისეთი თვალშისაცემად, აი აღმოჩნდა, რომ გაიკეთებდა პაციენტი პრეიმპლანტაციურ დიაგნოსტიკას თუ არა, საბოლოო ჯამში კუმულაციურად, ანუ ჯამური ორსულობის ალბათობა თითქოს არ იზრდებოდა და აი ზუსტად მეორე ეტაპი იყო ის, რაზეც ჩვენ წინაზე ვილაპარაკეთ, რომ გამოიყო ის ჯგუფი პაციენტების, სადაც ნამდვილად გააუმჯობესა შანსები ორსულობის მიღების და წეგან უკვე ვახსენე ეს ჯგუფი პაციენტების. ანუ სტატისტიკაზე და წარმატების ინდექსზე, როდესაც ვესაუბრებით პაციენტს, ყოველთვის უნდა ავუხსნათ. აი მაგალითად ქალბატონს, ხო, 38-40 წლის ეუპლოიდურ ემბრიონამდე მისვლის ალბათობაა იქ დაბალი. თორე ეუპლოიდური ემბრიონის მიღების შემთხვევაში მათ ნამდვილად ეზრდებათ მერე შანსი ორსულობის მიღების. აი ცოტა აქ ხდება ხოლმე არევა მოლოდინებს შორის. ისიც მე მითხრეს რომ 60%-ია თუ გენეტიკურ ტესტირებას გავაკეთეთ. არის, მაგრამ კი, 60% არის ეუპლოიდური ემბრიონის გადატანის შემთხვევაში, მაგრამ 40-42 და პლუსი პაციენტების შემთხვევაში ან ძალიან მძიმე მორფოლოგიურად მძიმე სპერმატოზოიდების შემთხვევაში ან მრავალი თანხლები უამრავი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი მოგმართავს, რომლებიც ხშირად ხანგრძლივად იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც პირდაპირ აზიანებენ როგორც კვერცხუჯრედის ხარისხს, ასევე ანუ აი ამ ჯამში ასეთი ჯგუფის პაციენტებში ჭირს ასეთი ემბრიონამდე მისვლა. და აქ არის ზუსტად მათი პრობლემა, თორე თუ მივიღეთ ასეთი ემბრიონი, ბიოპსიას ჩაუტარეთ და მივიღეთ კარგი პროცენტი, რა თქმა უნდა, იქ უკვე ვეთანხმები, რომ იმპლანტაცია იზრდება. თუ გვაქვს ეუპლოიდური ემბრიონი და ვამბობ, რომ ძალიან მაღალი პროცენტია ორსულობის მიღების შანსი 60-70. აი რატო არა 80-90 და 100 დაუშვათ და რატო 60-70? აი ეს 30% სად იკარგება? ძალიან მნიშვნელოვანი არის საშვილოსნოს ფუნქცია. ჩვენ მთელი გადაცემა მივუძღვენით ემბრიონს და ემბრიონი იმდენად მრავალფუნქციური და მრავალმხრივი სტრუქტურაა, რომ ზოგჯერ იგი საშვილოსნოს მილს და პერიტონიუმსაც კი ემაგრება, ხო? აბა როგორ ყალიბდება საშვილოსნოს გარე ორსულობა. მაგრამ საშვილოსნო ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. სწორი მომზადება, სწორი დროის შერჩევა ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ მიმართულებითაც განვითარდა ტექნოლოგია და უკვე არა მარტო ემბრიონის, არამედ ენდომეტრიუმის გენეტიკური შესწავლის შესაძლებლობაც არის დღესდღეობით, რაც საშუალებას გვაძლევს რიგ პაციენტებში, ისიც სამედიცინო ჩვენებით, რა თქმა უნდა, ზუსტად განსაზღვროთ დრო ემბრიონის გადატანის. მაგრამ ნუ რჩება კიდევ ის 30%, რომლის დროსაც აუხსნელია და ზუსტად წეგან ვახსენე, რომ ეს არის ჯგუფი პაციენტების ვიტყოდით ჩემთვის როგორც კლინიცისტისთვის ყველაზე რთულად სამუშაო და დასაფიქრებელი რა ხდება მაშინ, როდესაც სწორ დროს
კარგად მომზადებულ საშვილოსნოში გადადის უმაღლესი მიმაგრების, ანუ იმპლანტაციის პოტენციალის მქონე ემბრიონი და არ დგება ორსულობა. და პაციენტი გვეკითხება, რატომ ექიმო? თქვენ ხო ეუპლოიდური ემბრიონი გადამიტანეთ? ეს არის ის 25-30%, სადაც აუხსნელია. აუხსნელი არ ნიშნავს, რომ ამას მიზეზი არ აქვს. როგორც 20 წლის წინ არ ვიცოდით, რომ თურმე ყველა ემბრიონი არ არის მიმაგრების უნარიანი, ალბათ იმდენად სწრაფად ვითარდება რეპროდუქტოლოგია და რეპროდუქციული გენეტიკა, რომ მალე გვეცოდინება რა ხდება იმ 20-30%-ში, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებ ხოლმე პაციენტს, რომ მიუხედავად მაღალი მოლოდინისა გქონდეს მაინც ფსიქოლოგიურად განწყობა იმისა, რომ შესაძლოა საუკეთესო შემთხვევაშიც კი არ დადგეს ორსულობა. იმიტომ რომ იმპლანტაციის პროცესი ემბრიონის და ენდომეტრიუმის თანხვედრის პროცესი არ არის მხოლოდ ენდომეტრიუმის კარგი სისქე და ქრომოსომულად კარგი ემბრიონი. აქ არის უამრავი ფაქტორი, როგორც გენურ დონეზე, ასევე მთელი რიგ იმუნოლოგიურ თუ ზრდის ფაქტორების დონეზე ჩართული, უნდა მოხდეს მთელი რიგი პროცესების აქტივაცია, ერთმანეთი უნდა და ნამდვილად რომ ეს პროცესი მოხდეს. მთელი რიგი კვლევებია ექსპერიმენტების დონეზე, არის რაღაცა წინსვლები და იმედი მაქვს რომ შემდეგ შეხვედრებზე უკვე გავაზიარებ წოდინება ამის პასუხი. აი ლალიკო, მინდა მოზაიციზმზე ვისაუბროთ. რამდენიმე წლის წინ კატეგორიულად მოზაიკური ემბრიონი საშვილოსნოში არ გადაიტანებოდა. დღეს შეიცვალა ამ ხრივ მიდგომა, ჩვენ გადაგვაქვს მოზაიკური ემბრიონი, რა შემთხვევაში გადაგვაქვს, ზოგადად რას ნიშნავს ეს მოზაიკა და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. გვაქვს ერთადერთი ემბრიონი. არის მოზაიკა. რა ვშვებით, გადაგვაქვს, ვათანხმებთ პაციენტთან, რას გვეუბნება პაციენტი და ჩვენ როგორ გვიქცევით. მოზაიკური ემბრიონის მიღება ეს რა თქმა უნდა დიდი დილემაა და საორჭოფო, იმიტომ რომ მიიჩნევა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემების თანახმად, რა თქმა უნდა, მოზაიკურ ემბრიონს აქვს პოტენციალი იმისი, რომ მიმაგრდეს და შემდგომ უკვე სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტირებების საშუალებით გადამოწმდეს ნაყოფის სიჯანსაღე და მივიღოთ ჯანსაღი ბავშვი, ანუ ამის დიდი ალბათობა არის, მაგრამ რა საკვირველია, თუმცა სარისკოა იმ ხრივ, რომ გარანტიები არ არსებობს. მოზაიკური ემბრიონი არის ის ემბრიონი, რომლის ნაწილი უჯრედებისა არის ანეუპლოიდური და ნაწილი უჯრედებისა ეუპლოიდური. შესაბამისად, დილემის წინაშე დგას ექიმი, გადაიტანოს თუ არა, გარისკოს თუ არა. ტექნიკურად ბიოპსიის პერიოდში შესაძლებელია იმ სინჯარაში მოხდეს ნაწილები იმ უბნიდან, საიდანაც აპოპტოზური უჯრედები მოგროვდნენ და დასკვნაში დაიწეროს, რომ ეს ემბრიონი არის მოზაიკური, გარკვეული პროცენტული მახასიათებელი და არსებობს შკალა საერთაშორისო ნორმების მიხედვით, სადაც ასახულია რა პროცენტულ მაჩვენებელში შეიძლება მოზაიკურ ემბრიონს მივცეთ გადატანის საშუალება და უფლება. ეს სტრესავს როგორც პაციენტს, იმიტომ რომ არ არის ინფორმირებული და ამ დროს ჩვენი ისეთი ძალისხმევა არის საჭირო, რომ აუხსნათ და რა საკვირველია ერთვება გენეტიკოსი, genetic counseling ეგრეთ წოდებული. ისევ და ისევ მოზაიკურ ემბრიონს უბრუნდები ხო, როგორ უხსნით პაციენტს? გადაიტანოთ ეს მოზაიკური ემბრიონი თუ არ გადაიტანოთ? ნამდვილად რადიკალურები ვიყავით წლების წინ მოზაიციზმთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ მოზაიკური ემბრიონების შემთხვევაში საშუალოდ 35-40%-ში შესაძლოა ორსულობა დამთავრდეს ჯანმრთელი ახალშობილით, ზუსტად ამ სტატისტიკურმა მონაცემებმა დააყენა ეს საკითხი, რომ დიდი სიფრთხილით მიუდგეთ მოზაიკურ ემბრიონებს. აქ მხოლოდ რეპროდუქტოლოგი ვერ წყვეტს ამ ემბრიონის გადატანის საკითხს, ვეთანხმები, რომ გენეტიკური კონსულტირება არის წამყვანი ამ შემთხვევაში, თუმცა კლინიკური ნაწილიდან, რა თქმა უნდა, ჩავერთვები და თუ ეს ისეთი სიტუაციაა, როდესაც არასდროს მანამდე ემბრიონი არ მიუღია პაციენტს. მრავლობითი სტიმულაცია, არაერთი განაყოფიერების მცდელობა და არასოდეს ბლასტოცისტის ჩამოყალიბება არ მომხდარა. ან
ზოგადი რეპროდუქციული თუ სომატური მდგომარეობიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარასდროს ჩაიტარებს ვერც სტიმულაციას, ან ინვიტრო განაყოფიერებას, იმიტომ რომ აქ მრავალი ფაქტორისგან შედგება ხო ეს პროცესი და ანუ სულ ეს ერთი ემბრიონია, რა თქმა უნდა, კლინიკური მონაცემების, მოზაიციზმის ხარისხის და გეთანხმებით რომ აქ მხოლოდ მოზაიციზმი არ არის გადამწყვეტი გააჩნია რა პროცენტში ემოციურ ფონსაც დიახ, ამდენად არის ამისთვის მზად პაციენტი, რა თქმა უნდა, ხდება გადატანა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კლინიკური მონაცემები და ემბრიოლოგიური მონაცემები მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში მაინც იღებს გენეტიკოსი. ანუ აბსოლუტურად განსხვავებულია სიტუაცია იმ პაციენტთან შედარებით, რომელსაც 10 და მეტი ემბრიონი აქვს, თუნდაც 5 და მეტი ემბრიონი აქვს, იქ უფრო ადვილად შეგვიძლია არჩევანი. რა თქმა უნდა, უფრო მარტივია პრიორიტეტი, რამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში ენიჭება ეუპლოიდურს და მხოლოდ შემდგომ მოზაიკურს არის ახლა ამ წუთისთვის მთელ რიგ ქვეყნებში მუშავდება გაიდლაინები მოზაიკურის შემთხვევაში არა მარტო პროცენტის მიხედვით, არამედ რა ქრომოსომის დონეზეა მოზაიციზმი, ამის მიხედვით შეფასება და არა მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლებით, არამედ ამის მიხედვითაც განსაზღვრა მოხდეს თუ არა ემბრიონის გადატანა. ანუ ეს ამ წუთისთვის არის კვლავ აქტუალური, თუმცა შედარებით შეცვლილი არის მიდგომა ზუსტად იმისთვის ერთვება ჩვენს გუნდში ექიმი გენეტიკოსები, რომ ყველაფერი გაიარონ დიაგრამის ჩათვლით აბსოლუტურად და არა უბრალოდ ანამნეზს ან რაღაცა გარე სხვა მოვლენებს დაეყრდნო. გულისხმობთ გარე გენეტიკურ ლაბორატორიას. რასაკვირველია გარე გენეტიკური კაუნსილინგი. 25 წლის ქალბატონი, რომელიც მოდის კლინიკაში ინვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად, ჩაიტარა, იდეალური პროგნოზი აქვს, კარგი ემბრიონები მივიღეთ. ვურჩევთ მას რომ ჩაიტაროს ეს პრეიმპლანტაციური ტესტირება, თუ არ ურჩევთ, თუ მაინც პაციენტზეა დამოკიდებული, თუ გვეუბნება, გამიკეთეთ, ჩვენ მაინც ვუკეთებთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიწყებთ იქიდან, რომ კარგი პროგნოზის პაციენტი, ასეთი დაბალი ასაკის არ წარმოადგენს პირდაპირ ჩვენებას პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების. არჩევანი მასზეა, მან უნდა იცოდეს რა არის მოლოდინი ამ ტესტირების და რა შეუძლია მოუტანოს პაციენტს, თუ მისთვის დრო ორსულობამდე მისასვლელი დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგ შემთხვევაში იგებს პაციენტი, რომ არ არის ეს სამედიცინო ჩვენება, მაგრამ, ესეთი ტერმინი არსებობს, ხო, ოჯახის დაგეგმა, თქვათ აქვს კარიერული მოთხოვნა აქვს, კარიერული მიზნები, მიდის სასწავლებლად, აქვს სხვა მიზნები და უნდა რომ რაც შეიძლება დროულად აირჩიოს ის მეთოდი, რაც ყველაზე ჩქარა მიიყვანს ორსულობამდე. ამ შემთხვევაში ეს არის მისი არჩევანი და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. თუმცა, მიუხედავად თანხმობისა, აუცილებლად ველოდებით ემბრიონების რაოდენობას და ხარისხს, ის რომ უბრალოდ სურს პაციენტს და ექიმიც მოხარულია, ყველა ექიმი მოხარულია გადაიტანოს გენეტიკურად ტესტირებული ემბრიონი, ხო, რატომ არ უნდა უნდოდეს ეს ექიმს, უბრალოდ არ სწორად მიწოდებული ინფორმაცია და დაბალანსება რისკსა და სარგებელს შორის მუდმივად უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა ითხოვდეს პაციენტი და თუ კი მისი სხვა სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე უნდა რომ ეს დრო შეამციროს, რა თქმა უნდა, ემბრიონის ხარისხის და რაოდენობის მიხედვით ჩვენ მას დავთანხმდებით. მაგრამ არა ისე, რომ კი, აბა რა გაიკეთე, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია. დრო ყოველთვის უნდა დავხარჯოთ სწორ ახსნაზე. აუცილებლად. გოლდ სტანდარტად ყალიბდება სავით, რაღაც ოქროს, ასე ვთქვათ, სტანდარტად, აი ეს რაღაც დასავლეთსა და ამერიკაში გამოკვლეული ერთი მაღალი ხარისხის ემბრიონის გადატანა და ამას ხალხი ჩვენების გარეშე რატომღაც ზოგი იძახის რომ აი ეს და პანაცეა და მორჩა მივიღებ. ასე არ არის, თითო იმიტომ მიყვარს და კიდევ ერთხელ განმეორდები და არასდროს არ დამეზარება, რომ ინდივიდუალური მიდგომა, ინტერპრეტაციები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან და ეს უბრალოდ ჩვენ ვახსენეთ ევროპული და ამერიკული რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია, ეს უბრალოდ მანდ არის განსხვავება, ერთ-ერთი ნაწილი უბრალოდ აი აქ არის. ამერიკაში უფრო თავისუფლად უდგებიან ამ საკითხს. ევროპაში უფრო ისეთი მკაცრად. მკაცრად არის გაიდლაინი. ევროპაში არც კი არის იმპლემენტირებული. განსაზღვრული ვის უნდა გაუკეთო და ვის არა. კი ბატონო, ეხა ვიღებთ საპირისპირო მაგალითს, ხო? 42 წლის ქალბატონი და ესეთი პაციენტები ჩვენთან მრავლად არის. მივიღეთ ემბრიონები, მესამე დღეს ძალიან კარგი ემბრიონი რამოდენიმე და
უნდა ამ ადამიანს გაიკეთოს პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა. აბა რას ფიქრობთ? ამ შემთხვევაში ჩვენ რას ურჩევთ? ნუ პირველი ჯგუფი პაციენტების, რომელიც წეგან ვახსენე, მაღალი რეპროდუქციული ასაკის, პირდაპირ წარმოადგენენ იმ ჯგუფს, რომელთანაც ნამდვილად აქვს პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას აზრი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ სცენარს, როდესაც სულ ერთ ემბრიონს მიიღებს პაციენტი, ან აი, ზუსტად მანდარი სიფაქიზე რაც უნდა გაითვალისწინოს ეკიპმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასაკი ძალიან მნიშვნელოვნად და დრამატულად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ პოტენციალზე და პირდაპირ ასაკთან არის შეჭიდური ანეუპლოიდური, ანუ ქრომოსომულად არახარისხიანი ემბრიონების მიღების ალბათობა, ნუ ლოგიკურია, რომ ეს ქალბატონი პირდაპირ წარმოადგენს პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების ჩატარების ჯგუფს, მაგრამ აქაც დიდი სიფრთხილით. ხარისხი და რაოდენობა ემბრიონების. განვლილი ისტორია. არ არსებობს ორი ერთნაირი ისტორია. ერთი და იგივე მონაცემების და ერთი და იგივე ხარისხის მქონე ემბრიონების პაციენტსაც შეიძლება შესთავაზოს ექიმმა სხვადასხვა სტრატეგია და ორივე შემთხვევაში მაინც მივიდეს წარმატებულ ორსულობამდე. ეს არის ის. და მაინც რომელი სტრატეგია ამართლებს თქვენი გადმოსახედიდან? ტესტირება. 40+ შემთხვევაში ტესტირებული ემბრიონი. მე როგორც კლინიკური ემბრიოლოგიც გეთანხმები, კი, ყველაფერში ინდივიდუალური და ინტუიციური და პერსონალიზირებული იგივე ტექნიკის არჩევისაც თუნდაც ბიოპსია. მე სიღრმეებში არ ჩავალ, მაგრამ არსებობს ემბრიონის ისეთი ადგილიდან ბიოპტირება, რომ აი ყველა ერთად თანხმდებით, რომ აი აქედან უნდა შეხვიდე და როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაშიც არის, ყველაფერი ინდივიდუალურია და ერთნაირი არასდროს არ არის ხოლმე. გასაგებია ისე როგორც 3-4 უშედეგო ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ ვურჩევთ პრეიმპლანტაციურ ტესტირებას პაციენტს. თუ მას არასდროს ქონია გაკეთებული, აუცილებლად ვურჩევდი, იმიტომ რომ აქ პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას მხოლოდ ის დავალება კი არ აქვს, რომ რაც შეიძლება დროზე მივიყვანოს ორსულობამდე. აი წეგან რომ ვთქვი, დიაგნოსტიკური ღირებულებაც აქვს. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა, კარგი ოვარიული რეზერვის მქონე პაციენტებს და სხვა ნორმალური მაჩვენებლების მქონე პაციენტებს მიუხედავად გარეგნულად არაჩვეულებრივი მორფოლოგიურად ხარისხიანი ემბრიონების არსებობისა, აქვთ მაღალი პროცენტი ანეუპლოიდიის. ეს იშვიათი ჯგუფია პაციენტების და აი ზუსტად აქ არის ხოლმე, რომ ეს პაციენტი შესაძლოა ოდესმე მისულიყო გენეტიკური ტესტირების გარეშეც იმ ერთ ხარისხიან ემბრიონებდა, რომლითაც მიიღებდა ორსულობას და ასე რომ არ იყოს, ქალბატონი ნატალია, თქვენი უდიდესი გამოცდილება, რამდენი პაციენტია, ვინც ინვიტრო განაყოფიერებით მიიღო ორსულობა, მანამდე 10 წლიანი, 15 წლიანი უნაყოფობა და შემდეგ თვითონ დგება ორსულობა, ხო? ანუ მაინც მოახდინა ორგანიზმმა სელექცია და მაინც აირჩია ის კვერცხუჯრედი, რომელიც განაყოფიერდა და თავისით მიემაგრა. უბრალოდ აქ ტექნოლოგიის ჩართვა დიაგნოსტიკური და თანსამკურნალო ღირებულებისაც არის. და კიდევ ერთი კითხვა. პაციენტებს გონიათ, რომ პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ადგენს ყველაფერს. აი რას ვერ ადგენს? ემბრიონების პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება, ანუ PGT-A დღეისათვის იძლევა საშუალებას, რომ შევაფასოთ და გამოვრიცხოთ ქრომოსომული პათოლოგიები, რაც შეეხება გენურ მუტაციებს, მონოგენურ დაავადებებს, ისეთ გავრცელებულ პათოლოგიებს, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, აუტიზმის სპექტრი, ალცჰეიმერი, ეს უკვე სამომავლო ტექნოლოგიებია, არ ჩერდება ტექნოლოგია, როგორც გითხარით, ეს არის სწრაფად განვითარებადი დარგი. და დღეისათვისაც უკვე არსებობს ინტენსიური მუშაობა, რომ შემუშავებული იყოს აი ამ ზუსტად ბიოპსირებულ მასალაზე ისეთი ალგორითმების შექმნა, რომ ამ დაავადებების არა ბოლომდე დიაგნოსტიკას, მაგრამ რისკ ფაქტორების გამოვლენას შეძლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დიაგნოსტირებულია ოჯახური გენეტიკური მუტაცია, აქ უკვე წეგან ვახსენეთ პრეიმპლანტაციური ტესტირების სხვა სახე, ეგრეთ წოდებული PGT-M ტექნოლოგია ერთვება, რომელიც უკვე არა მხოლოდ ქრომოსომის შეფასებას იძლევა, არამედ კონკრეტულად იმ ერთი
მუტაციის აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა ემბრიონზე. ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა. მედიცინაში არც ერთი კვლევა არ არის უნივერსალური და მათ შორის არც პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ მეთოდიკის საშუალებით შეგვიძლია საუკეთესო ემბრიონის არჩევა, რაც გაზრდის გარკვეული ტიპის პაციენტებში ორსულობის პროცენტს და შეამცირებს სპონტანური აბორტების რიცხვს. თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს ველოდებით კომენტარებში. მომავალ შეხვედრამდე.